ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადაცემა პოლიტიკური კოდი. დღეს ორ საინტერესო სტუმართან ერთად იქნება თქვენთან. ეს არის ბატონი სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსის ლიდერი და ბატონი ტრისტან წითელაშვილი, გენერალ-მაიორი, სამხედრო ექსპერტი საკითხებში და ძალიან საინტერესო თემას მინდა შევეხო. თემას, რომელიც ამდენი წელია, ესე ვთქვათ, ყბადაღებულ თემად არის ქცეული და პოლემიკად არის ქცეული ორი მხარე, ეს არის ევროპა, ეს არის რუსეთი, ეს არის უკრაინა და უკრაინაში დაწყებული 2022 წლის ომი. ბატონო სოსო, პირველი თქვენით დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება როგორც პოლიტიკოსის შეფასება დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელი განცხადებებიც მოყვა საფრანგეთის პრეზიდენტს, რომ უკვე რუსეთთან სიტუაციის და პოლიტიკური ველის დალაგებაზე საუბრობს და ასევე მოყვა მერცის განცხადება ევროპარლამენტში და ძალიან მკაფიო განცხადება იყო უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართებით. აი ესე ვთქვათ, როგორც პოლიტიკოსი საერთოდ გააცამტვერა მერცმა ბატონი ზელენსკი. თქვენი მოსაზრება ამას ელოდით, ეს მოსალოდნელი იყო, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა? მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. ესოდენ საინტერესო და აქტუალურ თემაზე სასაუბროთ, რადგანაც დღეს ევროპის შუაგული დუხს, ევროპის შუაგულში იხოცება ათასობით და 10,000-ობით ადამიანი, გავსებულია უკრაინის მიწა საფლავებით. ეს ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვისაც და საერთოდ ევროპისთვისაც, საერთოდ კაცობრიობისთვისაც. მე რა თქმა უნდა ამას მოველოდი. მე როგორც პოლიტიკოსმა ვიცოდი, რომ ომის დროს, უკრაინის ომის დროს იმხელა ფულის კეთებაზე იყო ლაპარაკი და იმხელა ატკატებზე იყო ლაპარაკი, რომ საბოლოოდ დაერეოდნენ ისინი ერთმანეთს. მე ეს ვიცოდი, ვამბობდი კიდეც და ვღებულობდი ლანძღვა გინებას ამის გამო. თუმცა როგორც რაც ჩვენ დაგვემართა, ანუ რაც სააკაშვილმა გვიქნა და ჩაგვრთო, ჩააგვრია ავანტიურისტულ ომში, რომლის აცილებაც თავისუფლად შეიძლებოდა. ეხლა არ ვიცი მე ვინ უნდა მითხრას, რომ 2008 წლის ომის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩაგვრთო ამ ავანტიურისტულ ომში, გააკეთა დიდი ფული. მე ამას ჰაერზე არ ვლაპარაკობ. გავრცელდა ჭორი, რომ 4 მილიარდი შემოვიდა შეერთებული შტატებიდან და ომის შემდეგ საქართველოს დასახმარებლად. მე რა თქმა უნდა ჭორს არ დავეყრდენი და როგორც მაშინდელმა პარლამენტის წევრმა დეპუტატმა მივწერე ჯონ ბასს, მაშინდელ ელჩს, შეერთებული შტატების ელჩს. რამდენი შემოვიდა დახმარება შეერთებული შტატებიდან საქართველოს დასახმარებლად. მომივიდა იქიდან ოფიციალური წერილი. ამ წერილს ვინახავ მე დღესაც და ეხლა უბრალოდ დღეს არ წამომიღია, არ ვიცოდი რომ საჭირო გახდებოდა, მაგრამ მენდობა ალბათ მე მაყურებელი. იქ წერია რომ 3 მილიარდ რაღაც, 4 მილიარდამდე არის შემოსული და თან მუხლობრივად არის გაწერილი რაში დაიხარჯა. ისეთი სასაცილო მუხლები არის. ეხლა მე პოლიტიკოსი ვარ, თბილისის საკრებულოშიც ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი იქ მერიაში ატკატები როგორ კეთდებოდა და რადაერათ უნდა გაწერო მუხლები, რომ ფული გააკეთო. აი მაგალითად 700 მილიონი წერია ამერიკის ელჩის წერილში. 700 მილიონი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის. აი რა მუხლია ეს? აი 700 მილიონი რა საჭიროა საქართველოში დემოკრატიის? თუმეტეს სააკაშვილის დროინდელ დემოკრატიაზე გვაქვს. ხო, ნუ რამოდენიმე კლიპი გადაიღეს, რომ დემოკრატია კარგია, ჩამოწერეს ეს ფული, მოხსნეს და ჩაიდეს ჯიბეში. აი მაგალითად, სასამართლოს რეფორმისა, რა სასამართლო რეფორმა? სულ სასამართლოს რეფორმა მესმის, რაც თავი მახსოვს, რაც საქართველოს დამოუკიდებელი გახდა.
იმაზე იყო 9 მილიარდი 500 მილიონი და ასეთ რაღაც სისულელებზე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის არანაირი განვითარება თხილის პლანტაციების გაშენების და რაღაც სისულელებზე ანუ მუხლები ისე იყო გაწერილი რომ ეს ყველაფერი მოიხსნა სადღაც 100 მილიონამდე თუ აი დაახლოებით შეიძლება ზუსტად ვერ ვთქვა ნამდვილად დაიხარჯა ეს იყო დევნილებისათვის სახლების აშენება წეროვანში და იქ უნდა აშენებული 2 სართულიანი, კარგად მოწყობილი, ცხოველთა ბაგებისათვის, ანუ ცხოველების შესაწყიდი ფული ცალკე უნდა გასცემოდათ, 2 სართულიანი სახლები უნდა აშენებული იყვნენ, ყველანაირად კეთილმოწყობილი, აშენდა 1 სართულიანი სარაიები, ბოდიში ამ სიტყვისთვის ხალხი ცხოვრობს იქ. არანაირი არც კაფელი, არც კეთილმოწყობა არაფერი, ეს ფულიც შეიჭამა ცხოველთა შესაწყიდი ფულიც შეიჭამა და არ მისცეს ეს ფული და აი ეს დაახლოებით 100 მილიონი დაიხარჯა. დანარჩენი ჩაიდეს ჯიბეში და გამდიდრდნენ საშვილიშვილოდ. აი რო ვამბობთ რომ გიული ალასანიამ ერთლარად იყიდა გპ-ის კორპუსი და მე იქ ააშენა, იმას აშენება ხო უნდოდა, მართლა ძველი შენობები იყიდა. მაგრამ იქ ხო ააშენა უზარმაზარი უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი ააშენა. ნუ 1000 რამეში ფლორიდაში სახლი, ნიუ-იორკში სახლი, ნუ ეს ყველაფერი თან წილი ხო თემურ ალასანიასთანაც წავიდა, მარტო სააკაშვილის და გიულის ჯიბეში ხო არ წასულა ეს. ანუ ჩვენ მოგვიწია იმის ყურება რომ ავანტიურისტულად ომში ჩაბმის შედეგად რამხელა ფული იშოვა ნაცმოძრაობის ელიტამ. 4 მილიონი ქვეყანამ და უკვე ხა უკრაინაში მე წარმომიდგენია რა თანხებზია. არა, როგორ იყო იცი? 4 მილიონზე რო გადანაწილებული იყო, თითო მოქალაქეს უნდა მიიღო $1000. ვინ მიიღო, სად მიიღო, რა მიიღო, არაფერი. დევნილებსაც არაფერი არ მიუღიათ აი იმ სარაების აშენების გარდა. ეხლა ნახეთ, უკრაინა გაცილებით დიდია საქართველოზე. 45 მილიონიანი იყო თავის დროზე, ტერიტორიითაც ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოა და წარმოვიდგინეთ ეხლა როგორი ომი დაიწყო ჩვენთან თუ 1 დღეში თუ 5 დღეში არ ვიცი რამდენი დღე იყო დამთავრდა ხო 5 დღიანს ეძახიან მაგრამ 1 დღეში დასრულდა ის ომი უკრაინაში აგერ მალე თებერვლის 24-ში თუ 26-ში არ მახსოვს ზუსტად 4 წელი შესრულდება მილიონი ადამიანია დაღუპული უკრაინის მხრიდან რუსეთიდან არ ვიცი რამდენია მალავს რუსეთის ხელისუფლება მაგრამ ამბობენ რომ იქითაც მილიონია დაღუპული უამრავი დასახიჩრებული შარშან ჩემი ახლობელი ჩამოვიდა კიევიდან და თქვა რომ ახალგაზრდა ბიჭები დადიან კიევის ქუჩაში ზოგს ფეხი არ აქვს ზოგს ხელი არ აქვს ზოგს თვალი არ აქვს ზოგს სახე აქვს დამწვარი ზოგი ასე ანუ ნაწილი ხო დაიხოცა და ნაწილი დასახიჩრდა მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ ჩვენგან ხო 1,200,000 კაცია წასული ემიგრაციაში 24 მილიონი წასულია უკრაინიდან, ანუ განახევრებულია უკრაინა და როდესაც კანადაში, შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში და სხვაგან, პოლონეთში და სხვაგან აღარ ჩამოთვლი ყველა ქვეყანას, ეკითხებიან ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდებით თუ არა უკრაინაში, ისინი აცხადებიან, არა, ჩვენ არ დავბრუნდებით. აი, რა დღეში ჩააგდო ზელენსკიმ და მისმა ხროვამ, აი ნამდვილად კრიმინალთა ხროვამ უკრაინელი ერი, თუმცა ის არც ეროვნებით და არც სარწმუნოებით უკრაინელი არ არის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თავარი რა არის, იცი, დამნაშავე ადამიანია ეს. და მეორე, ქართველთ მოძულია. ზუსტად გუშინ ამომიგდო მემორიმ, როგორ დაცინოდა ქართულ დროშას, როგორ დაცინოდა. ხო, ნახევრად შიშველი, თითქმის შიშველი გამოდიოდა და დაცინოდა სააკაშვილს. ეხლა სააკაშვილს შეერგება ის დაცინვა, მაგრამ ის ხო ჩვენ პრეზიდენტს დაცინოდა. ჩვენ აქ შიგნით ვაკრიტიკებთ სააკაშვილს, მაგრამ ქვეყნის გარეთ მისი იმიჯი რო ილახებოდა, მე ძალიან გულთან ახლოს მივქონდა, ეხლა გოლში რო მიწაზე ფორთხავდა და გალსტუკს რო ღეჭავდა, მე ამას ძალიან ძიმეთ აღვიქვავდი. ხო, მეჯავრება სააკაშვილი, პოლიტიკურად მეჯავრება, პიროვნულად მე არავინ არ მეჯავრება, მაგრამ ძალიან ძიმეთ აღვიქვავდი იმას, რაც მან გააკეთა კუშნერი, ასაკოვანი მინისტრი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიატოვა
ბუჩქებში სადღაც ზღრებოდა და პატარა ბავშვები გამოსული იყვნენ და კვდებოდნენ სიცილით იმ ბავშვებს ფეხი არ მოუწვლიათ და პრეზიდენტი მთავარსარდალი ზღრებოდა სადღაც ბუჩქებში და თავზე აფარებდნენ რაღაცა სამარცხვინო და ეს ზელენსკი რო დაცინოდა მაშინაც შემრცხვა იმიტომ რომ ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი დაცინოდა მერე დაცინოდა სანამ პრეზიდენტი გახდებოდა მაგრამ მერე ელჩი გამოიწვია აქედან მოხსნა და გაიწვია აქედან ელჩი მერე საქართველოს ელჩი გამოაძევა იქიდან წადიო და გაარკვიო თუმცა მანამდე სააკაშვილი გუბერნატორად ყავდა უკვე დასმული და ხო არა მაგას ყავდა გუბერნატორად არა მაგას არ ყავდა გუბერნატორად პოროშენკოს არა პოროშენკოს ყავდა გუბერნატორად და სააკაშვილმა ეხლავე დავამთავრებ მე ჩემს სათქმელს სააკაშვილმა განაცხადა რომ გუბერნატორად ხო უარი ხო განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე ეს კიდე ერთი დიდი თავის მოჭრა და სირცხვილი მეო იმიტომ დავნიშნესო ოდესის გუბერნატორად რომ ოდესის აღება უნდაო პუტინსო და მე იმიტომ დავნიშნესო რომ ოდესა შემენარჩუნებინაო კაი მაგრამ ეხლა ხო აღარ არის ოდესის გუბერნატორი რატო ვერ იღებს პუტინი ოდესას თუ ესეთი ეიული ასაღებია და სააკაშვილისა თუ ესე ძალიან ეშინოდა პუტინს ვერ გავიგე ეს არის მანიაკი და ასეთივე მანიაკი ზუსტად გამოდგა ზელენსკი რომელსაც უკრაინელი ხალხი ჩემი ღრმა რწმენით საბოლოო განაჩენს გამოუტანს ხალხი ორიოდე კითხვას ჩაგეკითხებით თუ და ბატონ ტრისტანთან გადავალ შეკითხვით თქვენ ახსენეთ რომ ეს ომი უკვე 4 წელია გრძელდება მაგრამ რუსეთის სახელმწიფო ამას ომს არ ეძახის და ამას ეძახის სპეცოპერაციას აი როგორც პოლიტიკოსი ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით საინტერესო იქნებოდა მაინც. მეცაც გეტყვით სამხედრო რაღაც ოპერაციას ეძახის და ამას წინათ უსმინე მე პუტინს და თქვა რომ თუ ევროპამ დაიწყო ჩვენთან ომი, ანუ რუსეთს გულისხმობდა და თავზე დაგვესხავ, წარმოუდგენელ პასუხს გავცემთო, წარმოეხა ჩვენო იქო ქირურგიულად ქირურგიულად არ მოქმედოს, აი პუტინის იმას ვამბობ რა ინტერპრეტაციას ხო ნუ აი ქირურგიულად იქო ვინდობთო მოსახლეობას არ ვეხებითო მარტო ობიექტებსო და ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებს ბომბავთო და რაღაც აიო თუ ევროპა დაგვესყრა თავსო მერე ნახავთო და ნუ ეხლა აქვე მინდა აღვნიშნო რომ ესე ძალიან რიხიანად რო ლაპარაკობს პუტინი იმ ატომური ნუკლეარული იარაღით აქვე მინდა შევახსენო ძვირფას მაყურებელს რომ ეს ნუკლეარული იარაღი რითაც რუსეთი დღეს ასეთი ძლიერია შექმნა ორმა დიდმა ქართველმა გენერალისიმუსმა სტალინმა და მარშალმა ბერიამ თორე რუსეთი ეს იარაღი რო შეექმნათ ქართველებს აღგვილი იქნებოდა დღეს პირისაგან მიწის რა თქმა უნდა ბატონო ტრისტან საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი იგივე ამ ომსა თუ ოპერაციაზე, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო. და დღეს ამ ჭრილში შედის, რომ ფაქტიურად ზურგი აქცია უკრაინას ევროპა. როგორი სტრატეგია იყო, როგორც სამხედრო ექსპერტი, ეს როგორი სწორი სტრატეგიით მიდიოდა ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ოპერაცია? უპირველეს ყოვლისა მინდა მოგესალმოთ და მადლობა მინდა გითხრათ თქვენს გადაცემაში მოწვევისათვის. ახლა ბატონმა სოსომ ძალიან კარგად პოლიტიკური მიმართულება მის ამ პროცესებს და მეც ვეთანხმები ბატონ სოსოს და რაც შეეხება სამხედრო თვალსაზრისით, ამას ვია სპეციალური სამხედრო ოპერაცია და რატო ქვია სპეციალური სამხედრო ოპერაცია მას საკითხისა და რატომ არ გამოაცხადა რუსეთს საომარი მოქმედებები. სპეციალური სამხედრო ოპერაცია საომარ მოქმედებების შორის დიდი სხვაობა არის. ეხლა რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს უკრაინაში და თვითონ სამხედრო ოპერაციებს, რუსეთმა როდესაც 2022 წელს დაიწყო მოქმედება, მან პირველ რიგში სანამ საომარ მოქმედებებს დაიწყებდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა და მთავარსარდალი გასცემდა განაგულებას ძალთა და ჯართა გადაადგილების დისლოკაციის ადგილის შესწავლასთან დაკავშირებით მანამდე მზადება მიდიოდა საერთოდ ომს, როცა ებმები სახელმწიფო, ესა თუ ის ტიპის სახელმწიფო, ეს ერთი დღით და ორი დღით არ ხდება, მას ერთი წელი, ორი წელი მომზადდა. წინაპირ რა თქმა უნდა და წინაპირობა ახლდა უკვე ამ სიტუაციას, რადგან რუსეთის სადაზვერო სამსახური, როგორც საგარეო დაზვერო, ისე სამხედრო დაზვეროა მიმუშავა და ჰქონდათ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო და ევროკავშირი
ემზადებოდა იმისათვის, რომ მას დაეწყო სამხედრო მოქმედებები დონეცკის, ლუგანსკის, თითქოს აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით და პირდაპირ მისულიყვნენ რუსეთის საზღვართან. ამის წინაპირობა იყო დაიწყეს სამხედრო ბაზების მშენებლობა, დაიწყეს ამერიკული სამხედრო ბაზების მშენებლობა ნატოს სტანდარტებში, ამავდროულად დაიწყეს სამხედრო აეროდრომების მშენებლობა, როდესაც უკვე ფაქტიურად მიდიოდა მზადება ამის შესახებ, პუტინმა არაერთხელ შეთავაზა, როგორც უკრაინა არაფერ შუაში არ იყო უკრაინის ხელისუფლება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბაიდენს აქ ომი დაიწყო არათ უკრაინა, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ და ევროკავშირმა. უკრაინა ეს არის უკრაინა ეს უბრალოდ სახელი და საზარბაზე ხორცი, სადაც გაწირეს მთელი ეს კონტინგენტი, რომელიც კონტინგენტი ჩააბეს ამ პროცესებში. ანუ რა იყო? არაერთი შეთავაზება იყო ეს პუტინის მხრიდან და ასეც ლოგიკური არის, რადგან ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოს მეთაური, ხელმძღვანელი ზრუნავს იმის, რომ მის ქვეყანაში იყოს უსაფრთხო და კონდეს უსაფრთხოების გოლგა. ეხლა ცხვირწინ არავინ არ დაიყენებს მტერს, რომელიც ისინი პოტენციალურ მტერს აპირებს შენზე დარტყმას. ეს კარგად ცნობილი არის, რომ რუსეთის ტერიტორიების ხელს ჩაგდება უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, იმის რომ სიმდიდრეებია რუსეთში. ძალიან დიდები დაანაკუწონ და გადაინაწილონ მერე და ამ სიმდიდრეების საფუძველზე გაამდიდრონ თავიანთი ქვეყანა, ხო? ეს ფაქტიურად დიდი ხანია ამაზე მითის მუშაობა. არ გაითვალისწინეს პუტინის გაფრთხილებები, მისი თხოვნა ძალიან სხვათა შორის ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს და დღეს უკვე ამასთან დაკავშირებით ძალიან წუხან, რომ არ გაითვალისწინეს მაშინდელი შეთავაზება პუტინის ამ მას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დაწყებასთან დაკავშირებით. რადგან არც ვერც ის გათვალეს და ძალიან უნიჭოთ იმოქმედა არათუ უკრაინამ, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ, ანალიტიკურმა სამსახურმა, ამავდროულად ნატოს და ანუ არ გათვალეს ის, რომ რა ძალას უპირისპირდებოდნენ ისინი. თუმცა მოლოდინები ჰქონდათ სხვა, რა? მოლოდინები ჰქონდათ სხვა, თუმცა მოლოდინები იყო სხვა, მათი ისინი დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ ისინი მოიგებდნენ ამ ომს და ისინი პირდაპირ ღიად ამბობდნენ, რომ ჩვენ მოსკოვსაც დავიკავებთ და მოსკოვს. ამას ხმამაღლა აცხადებდნენ რომ თავიდან, მაგრამ როდესაც დაინახა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომ აქ უკვე არავითარი აბსოლუტურად პოლიტიკური ყველა გზა მოჭრილი იყო, მით უმეტეს მისკის ფორმატი, რომელიც მისკის ფორმატიც იყო შექმნილი იყო სწორედ აი ამ კონფლიქტისთვის და აი ამ მთლიანად ამის დასაბალანსებლად, ეს მისკის ფორმატიც ყოფილა თუნდაც მეტაფორია და ამას ხმამაღლა აცხადებდა გერმანიის კანცლერი მერკელი, რომ ჩვენ დროის გაწევლის მიზნითო ვაკეთებით ამას, რომ ლოგიკური არის, როდესაც შენ გინდა რაღაცა მეტი უპირატესობა გქონდეს საომარი მოქმედებების დროს, დრო უნდა გაწელო. რომ შენ მეტი მომზადება გაიარო, მეტი აღჭურვა შეეძინო, მეტი შეიარაღება შეეძინო, ნებისმიერი სამხედრო მეთაური ამას აკეთებს და ქვეყნის ხელმძღვანელობა ამას აკეთებს, ხო? მაგრამ შეხედეს, რომ ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად ყველაფერი არანაირი გარანტიები და არანაირი რომ იტყვი მას იმედი არ ქონდა იმისა, რომ ესენი არ განახორციელებდნენ სამხედრო ოპერაციებს და ამიტომ იყო, რომ პუტინმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია. სპეციალური სამხედრო ოპერაცია ეს არის ვიწრო მოქმედებები, ლოკალიზებული, ვიწრო მოქმედებები სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობის დროს და არა მასშტაბური საომარი მოქმედებები. პუტინის ბოდიშით და ბრჭყალებში გაправებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ომის სახელი არ იხმარა და სამხედრო ოპერაციას ამოეფარა უკან. არა, გეტყვით რატომ. პუტინს დღეს რუსეთი იქ რეგულარული ჯალებით არ ომობს. მას აი ის ძირითადი სამხედრო ქვედანაყოფები არ აყავს შეყვანილი იმაში საომარი მოქმედებების თუმცა უამრავი ჯარის არა, ეს არის უყველა, კი გეტყვით. ეს არის უყველა კონტრაქტზე ყოფი ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დღესაც უკვე რიგები დგას სამხედრო კომისარიატებში, რომ მათმა მიიღონ მონაწილეობა და ჩაირიცხონ სხვადასხვა ქვედანაყოფებში და მიიღონ ამ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. თუ კი ევროპელი ლიდერები შეხვდებიან პუტინს. აი ბატონო სოსო. მოდი ერთ დავამთავრებ, გეტყვით, მე იქ შევეხე თვითონ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს სამხედრო მოქმედებებს და ეს სამხედრო მოქმედებები იყო მათი მხრიდან გაუთვლილი.
ჩართულა არც ნატო ჩართული იყო, გეტყვით ახლა. რა ფორმით იყო ჩართული გეტყვით. სრული ძალებით ყველა არა, მათ გაეციათ წინააღმდეგ. ნუ ახლა იქ არის როგორიც იქ ალბათონი, ნო იქ არის ახლა ამბობენ რომ აი ინგლისიდან ჩასულები, დაქირავებულები, პოლონეთიდან ჩასული დაქირავებულები, გერმანიიდან ჩასული დაქირავებულები, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩასული დაქირავებულები. გეტყვით ახლა, აი მოგახსენეთ რა გააკეთა. აი რა გააკეთა. ისინი რომ ოფიციალურად ხო, ნახეთ სამხედრო ოფიციალური სამხედრო კონტინგენტი რო ჩართული იყო ამ საომარ მოქმედებებში. ანუ ეს უკვე იმას რა ეს უკვე მესამე მსოფლიო ომი და ამიტომ პუტინის შემდეგ გამოაცხადებდა საომარ მოქმედებას და გამოიყენებდა ძირითად იმას სამხედრო ნაწილებს და იმ ბირთულ შემადგენლობას რომელიც მას გააჩნია. საკმაოდ ძლიერი გააჩნია, ხო? ამიტომ რა გააკეთა? ნახე ამერიკის შეერთებული შტატებმა და თვითონ ნატოს ხელმძღვანელობამ ყველა ის გენერალიტეტი რომელიც დღესდღეობით ბრძოლობს უკრაინაში, სამხედრო კონტინგენტი რომელიც დღეს ბრძოლობს უკრაინაში, ნატოს სამხედრო კონტინგენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, ესენი იყვნენ ყველანი ოფიციალურად მოქმედი სამხედრო პირები. ისინი გაიყვანეს შტატგარეთ, არაოფიციალურები გახადეს, შესაბამისად შეიქმნა კერძო სამხედრო ისანი ბაზები, კერძო სამხედრო ბაზები, ეს კერძო სტრუქტურა შეიქმნა, რომელიც სახელმწიფოსთან არაფერი იმაში არ შედის, ეს შეიქმნა პოლონეთში, მეორე შეიქმნა ლვოვში, სადაც ამ კერძო სამხედრო ბაზებში მიდიოდნენ ესენი და თითქოს კონტრაქტებს აფორმებდნენ როგორც დაქირავებულები. მაგრამ სინამდვილეში ისინი იყვნენ ოფიციალური სამხედრო მოსამსახურე პირები, ოღონდ გაყვანილი შტატგარეთ, დათხოვილი სამსახურიდან თითქოს ბრძანების საფუძველზე და შემდგომ წასულები რა ნებაყოფილობით და მიიღეს ღებულობდნენ ამ ოპერაციაში მონაწილეობას. ძალიან რთულ ვითარებასთან. არა, რა ხდება, ნახეთ, ახლა მე რას მინდა ხაზი გაუშვა. ხო დარწმუნებულები იყვნენ ისინი, რომ ისინი რუსეთს მოუგებდნენ ომს. და ხომ თავიდან ბოლომდე მთელი ანალიტიკური სამსახური თქვენ წარმოიდგინეთ ამ ხელა ქვეყნების ანალიტიკური სამსახური და სადაზვერო სამსახური რომელსაც დადვეს ხო გეგმა დადვეს ომის მოგვების გეგმა დადვეს ანუ მათმა ვერ გათვალეს რუსეთის შესაძლებლობები მათმა ვერ გათვალეს რა რატომ მიაჩნდათ რუსეთი ესეთ სუსტ მეტოქეთ როგორ ფიქრობთ აი რამ განაპირობა ეს რატო ეგონათ ნუ თუ ამ ხელა სახელმწიფო იყო მარტივად ხელწამოსაკრავი რომ მათ არ გაუწევდა სათანადო ეთყობათ იცით რა არის ეთყობათ მათმა მე როგორც ვატყობ თვითონ სამხედრო ხელმძღვანელობას ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობას ამ სხვა დანარჩენი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას ფუნდამენტურად არ ქონდათ შესწავლილი მისი შესაძლებლობები არასწორ ინფორმაციებს ფლობდნენ თუნდაც რუსეთის სამხედრო სამრეწველო მიმართულებით რადგან ფაქტის სახეზე არის დღესდღეობით კიდევ ვიტყვი იმას რომ რუსეთს ჯერ არ გამოუყენებია ის შესაძლებლობები რომელიც შესაძლებლობების საფუძველზე მას შეუძლია რამოდენიმე დღეში დაამთავროს უკრაინაში საომარ მოქმედებები ანუ ის მოქმედებს ისევ ძველი იმ საბჭოთა დროინდელი ტექნიკით და შეიარაღებით მაგრამ კიდევ არ არის ის ბოლომდე გამოყვანილი ბრძოლის ველზე, რადგან ეს არის სადღაც 30% ტექნიკის და შეიარაღების იმის, რაც რუსეთს გააჩნია საბჭოთა დროინდელი და აი ამ ტექნიკით და შეიარაღებით დღეს აწარმოებს ის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აი ამ ქვეყნების წინააღმდეგ, და რა უკრაინის წინააღმდეგ. და რა ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს და ევროკავშირის წინააღმდეგ პირდაპირ ამას როგორც სამხედრო სპეციალისტი გეუბნებით რომ ანუ მე დავწმუნდი იმაში რომ თურმე ძალიან ცუდად გქონიათ საქმე ამ ქვეყნებს სამხედრო მიმართულებით რადგან ამ ხელა გიგანტი ქვეყნები და მithumetes ნატო რომელიც 24 საათი მიმდინარეობს მისი ესეთი მთელი პიარი და ესეთი ტექნიკა ესეთი შეიარაღება ხო უსუსური გამოჩნდა მithumetes ქალბატონო ნინო მithumetes როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს რატომ შეწყვიტა თუნდაც გერმანიამ ან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ტანკების შეყვანა უკრაინაში პირველი ეტაპი გააკეთეს როდესაც გადაცეს ერთსეთმა ტექნიკამ შედეგი ვერ დადო. თქვენ წარმოიდგინეთ T-72-მა მათი რომ მეტყვია ესე სანაკებო აბრანცებმა და ლეოპარდებმა და რა ვიცი ტიგრებმა და თელმა ამ ევროპულმა ტექნიკამ დაადუღეს. კავშირის დროინდელმა ტექნიკამ და ისე რა თქმა უნდა, აი სწორედ ბატონო სოსო მახსენა წეხან რომ აქ ორმა დიდმა ადამიანმა მოკლედო აქ
დიდი ქოლგა გაუკეთა რუსეთს, ხო? იმ ორი დიდი ადამიანის შექმნილი იყო, სტალინის და ბერიას შექმნილი იყო ის საბჭოთა დროინდელი ტექნიკა, რომელსაც დღეს იყენებს. დღეს აი სწორედ 21 საუკუნეში იყენებს რუსეთი ამ სამაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში, ხო? ახლა თვითონ სამხედრო ტაქტიკა, თვითონ ეს ოპერაციის მიმდინარეობა, იცით რა, როდესაც გენერალურ შტაბში იგეგმება ამა თუ იმ ტიპის ოპერაცია და შემდგომ ისინი გადადის მიდის ქვედანაყოფების მეთაურებთან და პაკეტი იხსება და ეცნობიან, ხო? ნახეთ როგორ დახვეწილათაა ყველაფერი. შეიძლება იქ, როდესაც შენ მეთაური ხელმძღვანელობს მიმდინარე სამხედრო ოპერაციას ამა თუ მიმართულებით, რომელიც კონკრეტული ამოცანაა შეიდან, კონკრეტული ამოცანა შესრულების კონკრეტული მიმართულებით, შეიძლება იქ რაღაც ცვლილებების შეტანა მოგიწიოს დამოუკიდებლად უკვე. და ამას აკეთებს უკვე რუსეთი. რატომ იცი? იმიტომ რომ მთლიანობაში საერთო გეგმა, რომელიც მოდის გენერალური შტაბიდან, იქ შეიძლება რაღაც ცდომილება იყოს ისეთი, რომელიც ცდომილების საფუძველზე მეთაურს მოგიწევს დამოუკიდებელი ხო, ზუსტად. ამავდროულად შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა. მათმა დაიწყეს და დახვეწეს მცირე ტაქტიკური ჯგუფები. ამას ოძახიან მოიერიშე ჯგუფებს, რომლებიც ქალაქში და გით სოფელში შედიან თითო მებრძოლი ჯარისკაცი და შემდეგ როდესაც შედიან ისინი დანიშნულების ადგილას და აღმოჩნდებიან მოწინააღმდეგეს ზურგში, შემდეგ ხდება მათი შერწყმა ათეულებად და ახორციელებენ ოპერაციას ასევე გამოყენებული იქნა ყველა ის საშუალებები, ის ძველი შახტები, ის ძველი გვირაბები, ის ძველი წყალსადენები, სადაც თვითონ რუს ჯარისკაცებმა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გამოიყენეს არაჩვეულებრივად და იყო მათ შორის ერთ-ერთი ქალაქი ბახმუტი, როდესაც მათმა აიღეს ბახმუტი, ის გასადენის მილით შევიდნენ ისინი, როგორ გაუქმებული გასადენის მილით შევიდნენ, საერთოდ აბსოლუტურად ყოველგვარი დანაკარგების გარეშე და განახორციელეს ოპერაცია. მაგრამ დღეს აი ამ წუთას ვდგევართ საერთოდ სხვა ვითარებაში, რადიკალურად შეცვლილ ვითარებაში ვდგევართ. ადამიანი, რომელიც იყო სოფლიოსთვის მტერი, დღეს ამ ადამიანთან ერთ მაგიდასთან საუბრობენ, რომ რგვალ მაგიდასთან შეიკრიბოს ისევე მაკრონი, ასევე გერმანია და წამყვანი ევროპული ქვეყნები. ბატონო სოსო, რა მოყვება ამ ყველაფერს? მათი განცხადებები გახსოვთ თქვენ პუტინის მიმართ და ეხლა რა იქნება? რაშია იცით საქმე? აი ეს ევროპელი ლიდერები არიან ჩვეულებრივი ცრუპენტელები. ეხლა პოსტი რო უკავია ადამიანს პრემიერის და დროშიანი მანქანა ემსახურება და სპეციალური თვითმფრინავი რო ემსახურება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კარგი კაცია, განათლებული ადამიანია, ამ პოლიტიკა ესმის. სამწუხაროდ ისე დაკნინდა და ისე დაეცა ევროპული პოლიტიკა, რომ სადღაა ჩერჩილი, სად არის დეგოლი, სად არის სტალინი, სად არის არ ვიცი რომელი ერთი დავასახელო, კონრად ადენაუერი სად არის და მსგავსი გაქრნენ, აღარ არიან, დეგრადირდა და დაეცა ევროპა იმ დონეზე დაეცა, რომ ლონდონის მერი არა ინგლისელია, მუსლიმია, მე ხა მუსლიმის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, პრემიერ-მინისტრი ინდუსი იყო და საერთოდ მე ლონდონში სწავლობდი და ლონდონის ცენტრში მე ინგლისელი იშვიათად თუ მინახავს და მე პარიზშიც ვიყავი, რა თქმა უნდა. უბრალოდ პარიზში არ ვსწავლობდი, პარიზში ისე გავიარე. მე პარიზის ცენტრში ფრანგი ვერ ვნახე. რა თქმა უნდა. ესე იგი, აი ეს ყველაფერი გამოწვეული არის, აი უკონტროლო, გაუაზრებელი მიგრაციით, სადაც აი როდესაც ჩადიან ეს უცხოელი ლტოლვილები, ისინი თვლიან, რომ მათ უარი არ უნდა უთხრათ შესვლაზე, დასახლებაზე, იმიტომ რომ ეს არის ქსენოფობია, ეს არის ადამიანის უფლებათა ჩაგვრა, მაგრამ ამან რა გამოიწვია ნახეთ? ინგლისის ბოდიში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის და აცხადებს ტელევიზიით, რომ ახალგაზრდა გოგონებმა 9 საათის მერე ღამე გერმანიის ქუჩებში თავი უნდა შეიკავონ გასვლისგან, იმიტომ რომ არის საშინელი თავდასხმები, ძარცვა, გლეჯა, გაუპატიურება და გერმანელი ხალხი ნელ-ნელა აზრზე მოდის და ამიტომ არის ალტერნატივა გერმანიისათვის პარტია რო არის ეხლა უკვე ძალიან პოპულარული, ამიტომ არის მარინ ლეპენი
საფრანგეთში უაღრესად პოპულარული ადამიანი და იტალიაში უკვე ნემარჯვენე ქალბატონმა გაიმარჯვა და აღარაფერს ვამბობ სლოვაკეთზე, აღარაფერს ვამბობ უნგრეთზე, ჩეხიაში ახლა შესანიშნავი ადამიანი მოვიდა, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე ფიქრობს. ნელ-ნელა ევროპა იღვიძებს, მაგრამ მე იცით რისი მეშინია? აი ამის გამო მოვიდა გერმანიაში გიტლერი. აი სწორედ ამის გამო, რასაც ახლა მე ვამბობ. ვინძლო ისევ ფაშიზმი არ მოვიდეს ევროპის წამყვანი ქვეყნების სათავეში, იმიტომ რომ ისეთნაირი ამბები ხდება, უბრალოდ არის დეგრადირებული ევროპა და მე სხვა შორის ინგლისში რომ სწავლობდი, იქ პოლემიკა იყო გამართული, ძალიან დიდი პოლემიკა. შევწყვიტოთ ემიგრანტების მიღება თუ არ შევწყვიტოთ. გადაწყდა რომ არ შევწყვიტოთო და არ გითხავთ რატო? ჩვენერსო გამრავლება ჭირდებაო და აბა ემიგრანტი თუ არ შემოუშვითო, როგორ გამრავლდება? ესე იგი, გადავირიე ჩემთვის სათაყვანებელი ინგლისელი ერი, ბრიტანელი ერი, ეს შექსპირის ერი, ეს დიკენსის ერი, ეს უდიდესი ბიტლსების ერი, ეს უდიდესი ერი, იმაზე ლაპარაკობს, რომ ემიგრანტები თუ არ შემოუშვითო, გამრავლება შეწყდება ბრიტანეთშიო და ეს არის ტრაგედია, ეს არის საშინელება. და ამიტომ ევროპამ თუ არ გაიღვიძა ნელ-ნელა ჩვენ რომ მოგდნენ და ჩვენ რომ გლანძღავენ, მე ახლა ხვალ მაქვს ზუსტად ბრიფინგი პარტიის ოფისში მაგასთან დაკავშირებით, ესე იგი ჰააგის ტრიბუნალმა რომ მიუსაჯა პუტინს დაპატიმრება, მაშინ მედვედევმა განაცხადა, უზდელურად განაცხადა, ეგ გადაწყვეტილებო დაახვიეთო და ერთ ადგილას გაიკეთეთო, აი ესე თქვა, ერთ ადგილას ცუდი სიტყვა არ უთქვას. მაგრამ მერე რომ დადიოდა პუტინი აზიის ქვეყნებში და არაბულ ქვეყნებში, იქ პროტესტს უცხადებდნენ, რომ თქვენ რატო არ აპატიმრებთ პუტინს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რატო არ აპატიმრებთ? ხედავთ რა ხდება. ერთი მეორეს მიყოლებით იხვეწებიან პუტინთან შეხვედრა. უხლებში ვარდებიან. რას ნიშნავს ეს? თუ არა ცრუპენტელობას. ეს არის ცრუპენტელობა. გააქეზეს უკრაინის ხელისუფლება, უთხრეს რომ ჩვენ თქვენთან ავართ და აბა მიდით და აბა დაიწყეთ. აქეზებდნენ აქ საქართველოში. როგორც საქართველოში აქეზებდნენ და ნუ თუ ზელენსკი იმდენად ბრიყვია რომ საქართველოს მაგალითზე მაინც ვერ მიხვდა. ჩვენ 1921 წელსაც გვიღალატა ევროპამ, როდესაც ჯარები გაიყვანა და აჭარა თურქეთს დაუტოვა და მთლიანად საქართველოს რუსეთს დაუტოვა. წითელ არმიას დაუტოვა. მაშინაც გვიღალატა. 2008-შიც გვიღალატა. და ეხლაც გვღალატობს, ნაცვლად იმისა, რომ ნატოში თუ არა. ნუ ნატო ვიცით ყველამ, რომ რუსეთი ნატოში მიღებას არ დაუშვებს. პირადად აქვს ჩემთვის სერგეი ლავროვს ნათქვამი, ძვირფას ტელემაყურებელს არ ეგონოს ახლა, რომ სერგეი ლავროვს მოსკოვში ჩავედი და ეგ შევხვდი. აგბზანდებოდა სერგეი ლავროვი, მიშას ინაუგურაციას დაესწრო და დიდი სამბით მიულოცა და მერე თბილისი მერიოტში ჰქონდა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა და იქ თქვა, რომ არ დაუშვებთ ჩვენ თქვენს ნატოში შესვლას და მე ვკითხე ევროკავშირი ჩვენ არ გვაინტერესებს. ეს არის ეკონომიკური კავშირიო. რომელ კავშირშიც გინდათ შედითო, ჩვენ გვაინტერესებს, რომ თქვენ არ შეხვიდეთ ნატოში. თუმცა არსებობს კრიტერიუმები, რომელი კრიტერიუმებითაც ვერც ნატო მიგვიღებს. არა, ეგ სხვა საკითხია. ეგ საერთოდ გამორიცხული. ერთი წუთი. დაუშვათ კრიტერიუმები დააკმაყოფილი. მაინც არ შეგიშვებს ნატოში და პირდაპირ მითხრა, მე კი არ მითხრა, გვითხრა, თქვენ რომ ნატოში შეხვიდეთ, ფსოუზე დააყენებთ ამერიკის ბაზას და აქედან 5 კილომეტრში არის სოჩში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენცია. ჩვენ ამას არ დაუშვებთო. და კიდევ მეცაც გეტყვით, ახლა სოჩი იქვეა 5 კილომეტრშია ფსოუდან, მაგრამ თბილისიდან არც ისე შორს არის მოსკოვი, როსტოვი, სტალინგრადი, ვოლგოგრადი და ესეთი დიდი ქალაქები, დიდი სამრეწველო ქალაქები, ჩელიაბინსკი, ჩვენებს რომ ამოუჩემებიათ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებ და ჩელიაბინსკი არის უდიდესი სამრეწველო ქალაქი, სხვათა შორის ლამაზი ქალაქიც არის. ჩელიაბინსკი და ჩვენი მაიმუნების დასაცინი ნამდვილად არ არის ქალაქი ჩელიაბინსკი. ეხლა რა მინდა ვთქვა?
პუტინმა თუ იკადრა, უკვე საქმე ესე დგას. არა, ნამდვილად ესეა. თუ იკადრა და თუ მიიღო სამხედრო თვალსაზრისით ხო იგებს რუსეთი. ეს უკვე პოლიტიკური გამარჯვება იქნება უზარმაზარი. ძალიან დიდი. უკვე არის, ბატონო, უკვე არის. ჯერ მარტო სი ძინპინთან რო ჩადიან, როდესაც საქართველოს პრემიერი ჩავიდა ჩინეთში და იქ დიდი შოთა რუსთაველის ძეგლი გახსნა, ატყდა ერთი ამბავი. კომუნისტურ ჩინეთში რა უნდათ? შოთა რუსთაველის ძეგლი გახსნა, ჯერ მარტო ამიტომ ღირდა ჩინეთში ჩასვლა, რომ რუსთაველის ძეგლი გაიხსნა დიდ იმპერიაში ჩინეთში, რომელსაც არც პოეტები აკლია, არც მწერლები, არც ისტორია, არც ფილოსოფოსები აკლიათ და არ ვიცი, ცინში ხვანდის იმპერია და რა ვიცი, ცინების და რაღაც ჩინური დიდი ფილოსოფია, ლაოძი და არ ვიცი, აღარ ჩამოთვლი. ეს ქვეყანა ხსნის შოთა რუსთაველის ძეგლს. და რატო ჩავიდნენ ჩინეთში სულ ყველა დარბის ახლა სი ძინპინთან ხელგამოწვილი და ეხვეწებიან რომ იქნება გვიშველო რა იქნება რამეო. ახლა ვინც ჩინეთში ნამყოფია დამეთანხმება, სასწაული ამბავი ხდება. აი მე შანხაიში ვიყავი 4-5 წლის წინ ვიყავი. აი ნიუ-იორკი, რომელსაც 200 წელიწადი აშენებდნენ, ჩინელებმა აშენეს 30 წელიწადში. იქ რაღაცა ბუმი ხდება და კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობს. კომუნისტური პარტია. ხო შეეძლო საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიასაც ისეთი რეფორმები ჩაეტარებინა, რომ კი არ დაენგრია და დაექცია ყველაფერი. აი შინური მოდელი აეშენებინა, სხვათა შორის ამბობენ ანდროპოვს უნდა და ხა მე ანდროპოვს კი არ მივტირი. ანდროპოვს უნდა თუმცა ჩინური მოდელის გაკეთება და მოკლესო თუ მოწამლესო თუ არ ვიცი. მე ხა კრემლის ინტრიგებში შიგნით ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია, რაზეც საქართველოს ამუნათებდნენ და ლანძღავდნენ და აგინებდნენ ჩვენ ხელისუფლებას, იმას აკეთებენ ახლა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის და არ ელაპარაკება მოსკოვს. და თუ არ დაელაპარაკა მოსკოვს, ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ტერიტორიებს. გამორიცხულია. არა, ეს არის აუცილებელი. იცით, მე ზოგიერთი პოლიტიკოსი ზოგიერთი პრორუსს მეძახის. არანე რა შუაშია პრორუსი. მე მინდა ჩემი ტერიტორიების დაბრუნება და მე რომ ჩემი ტერიტორია დავიბრუნო, ვის უნდა ველაპარაკო? ავსტრალიის ხელისუფლებას ველაპარაკო? თუ ახალი ზელანდიის ხელისუფლებას ველაპარაკო? მე უნდა დაველაპარაკო რუსეთს და მე წინადადებას დავაყენე. პირველი, ეხლა ესე პირდაპირ რუსეთი არ იტყვის, მოდიდა წაიღე აფხაზეთიო. პირველი, ჩემის აზრით, როგორც პოლიტიკოსის აზრით, ჩვენმა ხელისუფლებამ საკითხი უნდა დააყენოს ესე. რუსეთს ძალიან უნდა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, რომ სომხეთზე გავიდეს და მერე ირანზე გავიდეს, ყველაზე მთავარია ირანზე გასასვლელი გაიხსნას, დაუყენეს საკითხი. მე გავხსნი ამ რკინიგზას, მაგრამ ერთი პირობით. არ მინდა აღიარების უკან წაღება და ეს. ყველა დევნილი ცხინვალში და აფხაზეთში ყველა დევნილი უპირობოდ დააბრუნე საკუთარ სახლში. აი ეს ულტიმატუმი დაუყენე. წამოვლენ რუსები ამაზე და თუ დააბრუნდნენ ჩვენები, მე იქ სხვაგვარად მე შეიძლება ზოგადად აბსოლუტურად რა თქმა უნდა. ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. თვითონ გადაწყვეტენ ყველაფერს აბსოლუტურად, თვითონ. დაამთავრდა. წარმოიდგინეთ რა მოხდება. აფხაზებიც კი არ ვიცი. აფხაზებიც კი წარმოიდგინეთ, ქართველებს მიცემენ ადგილობრივ არჩევნებში ხმას. იმიტომ რომ იქაურ სომხებს ისეთ დღეში ყავთ ჩაყენებული იქაური აფხაზები, აცხადებენ პირდაპირ, ეს არის ჩვენი წინაპრების ადგილის ესაო, ჩვენი წინაპრების მიწა აფხაზეთი და აფხაზებო გაეთრიეთ აქედან. აი ესეთი ამბები ისმის და უკვე აქა-იქ აფხაზებს შორისაც გაისმის ლოზუნგი. დავაბრუნოთ, შეურიგდეთ ქართველებს, დავაბრუნოთ, ყველას არა, მაგრამ აქა-იქ უკვე გაისმის ეს ხმები და ბევრმა ქართული პასპორტი აიღო და მეტი რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, რითი მიგანიშნოს პუნქტი რუსული პასპორტების გაცემის პუნქტი სოხუმში დახურა. და რუსული პასპორტები, რომელიც გაცემულია აფხაზეთში და ვადა გაუვიდა, აღარ უგრძელებენ.
და აფხაზურ პასპორტს ძალა არა აქვს, ვერსად ვერ წავლეთ აფხაზური რაღაცა ნაბიჯები გადადგა რუსეთმა უკვე. ისეთი ნაბიჯები და გაიხსენეთ კიდე ამასინათ მედვედევის განცხადება. მე რო გამოვეცი აქტიურ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცნობისო შეიძლება გავაუქმოთო ესო. არა, არაფერი არ შეიცვლებო, ისე დარჩა როგორ არ შეიძლება. მინიშნება იყო უკვე. ეს არის მინიშნება. ეხლა უნდა ჩახვიდენ. თითოეული თქვენთაგანი პოლიტიკოსის ვალდებულება ხომ არ არის რომ რაღაც ნაბიჯებიც გადადგას და გამოინახოს იქ ძალიან ბევრი ვისთანაც იცით რა არის ქალბატონო საუბარი და დაალაგდეს რაღაც პატარ-პატარა ბერკეტები. არა, აი ბატონო ტრისტან ვიცით რაღაც საინტერესოს თქვა გინდა და დავამთავრებ ეხლავე. ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ჩავიდა მოსკოვში და მიმდინარეობს მოლაპარაკება. არაფერს ფასი არ აქვს. ხელისუფლების წარმომადგენელი უნდა წავიდეს და პრეზიდენტმა კი არა, მარგველაშვილმა 2015-ში მიგვიწვია სასახლეში და თქვა რომ პუტინმაო მიმიწვიაო, მოსკოვში მიმიწვიაო. რა სიტყვითო პოლიტიკური პარტიები აქ ახართო? რა სიტყვით წავიდე თუ არ წავიდე? თქვენ როგორი პოზიცია გექნებათ მე რო წავიდე? იმ წუთასვე ორად გაიყო პოლიტიკური პარტიები, მე აქეთ აღმოჩნდი, რომელმაც უთხარი რომ დღესვე უნდა დაждდე თვითფრინავში და ჩახვიდე, თუ არ გამოგივიდა მოლაპარაკება, ჩამოხვალ და იტყვი რომ ვცადე და არ გამომივიდა, იქეთ აღმოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობენ. ჯერ ჯარი გაიყვანოსო, მერე აღიარება უკან წაიღოსო, მერე ლტოლვილები დააბრუნოსო და მერე ჩადიო. კი მერე მე უთხარი, თუ ჯარი გაიყვანა, თუ აღიარება უკან წაიღო, თუ ლტოლვილები დააბრუნა, რაღაცა უნდა მოელაპარაკოს პრეზიდენტი პრეზიდენტს. მაშინ ავიაკომპანიის ხელმძღვანელები და რკინიგზის კომპანიის ხელმძღვანელები უნდა შეხვდნენ და რეისები დანიშნონ. მეტი არაფერი აღარ დარჩა. და ეკონომიკის მინისტრები და ეკონომიკა რაღაც ბანკის გახსნა და ბანკების გახსნა და კომერციულ საკითხებში რა. ბოდიში შეგაწყვეტინეთ ბატონო ტრისტან. არა, თქვენ ახლა ბრძანეთ რომ რკინიგზის გახსნა მოსულს და მართლაც მნიშვნელოვანი არის რკინიგზის გახსნა საერთოდ ჩვენ მოგვიტანს მეცარგებელს კი, მაგრამ ულტიმატუმის გარეშე არა. დააბრუნოს ყველა დევილი. არა, ეს რა ხდება ახლა გეტყვი? ხელისუფლებამ ახლა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოს ბოდიში თუნდა იყოს თავის მოწოდების. რა თქმა უნდა. კი. რა თქმა უნდა, გეტყვით თქვენ მართალია ახლა ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიები და იყვნენ ადრესის იყვნენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ჩასული რუსეთში და იყო ამ საკითხებზე საუბარი. იყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან რაღაც გარკვეული მოქმედებების, მათ შორის მე კარგად მახსოვს, რომ ესაც ფრენები აღსგა და მათ შორის ჩართული იყო ეს ბატონი მამუკა ფიფია იყო მეგონი ჩართული ამ პროცესებში და ამის მასე ხელისუფლებას აქ არაფერი არ გაუკეთებია აბსოლუტურად. ხელისუფლებას ერთი ნაბიჯის არ გადაუდგია იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცეირად როგორმე ისეთი ადამიანი მაინც გაეშვა რუსეთში ვინც რაღაცას გადაწყვეტა პირველი ნაბიჯი საკრუიზო გემი შემოვიდა და ქვები დაუშვეს ქართველმა კაცმა ქვა უნდა ისროლო. ეხლა ნახეთ რა ხდება, თუნდაც ავიღოთ 92 წელი, როდესაც აფხაზეთში დაიწყო საომარი მოქმედებები. მე მაშინ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ვიყავი სამხედრო ნაწილისა და უბრალოდ როგორც პროფესიონალი სამხედრო ისე მოქმედებდი რა. აი მაშინაც კი შეიძლება ამ პროცესის შეჩერება. დღეს ხმა მაღლაბა მოთხოვას. რომ აი იმ პერიოდში იმ დროს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გამოეჩინა თავისი პოლიტიკური გამჭრიახობა, ის თავისი დიდი გამოცდილება. ახლა მაშინ საქართველოში კიდე სხვა მოვლენები. მაგრამ არ გააკეთეს მაგრამ მე რამდენი წელი გავიდა მის მერე, რამდენი იყო რუსეთის მხრიდან მინიშნებები, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ლავროვიდან ამ დიალოგთან დაკავშირებით იგნორს აკეთებენ. დღესაც დღეს გვაქვს შანსები ჩვენ. რატომ აკეთებენ იგნორს? როგორ ფიქრობთ ეს შეერთებული შტატების ხელისუფლება არაძლევს ამის ნებას პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების თქვენ გონიათ რომ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა გასულია ქვეყნიდან რაღაც ტრამპი მოვიდა
და ფაქტიურად დამოუკიდებლად მოქმედებს ხელისუფლება. დღეს ისევ ზიან სახელმწიფო სტრუქტურებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ძალონებში, რომლებიც მართავენ მართავენ პირდაპირ დირექტივებს გაძლევენ. მე ამის გამოსავალი რაში გვაქვს? გამოსავალი ის მაშინ არის, რომ უნდა გაბედოს ხელისუფლებამ და თუკი მან აი ამ ხელა დარტყმებს და ზეწოლებს გაუძლო, რაც მოხდა აი ეგრეთ წოდებული აგენტურის კანონთან გაუქმებაში და მაქსიმუმი გამოიყვანეს მათმა კუჩაში და ვერაფერი ვერ გააკეთეს და გაუძლო ხელისუფლებამ, ხო? რაც მოხდა იმ LGBT კანონთან მიღება, ხო და გაუძლო, გადადგას. ხო, კი, ხო, მაგრამ ამათ ჩვენ ხედავდით ამას, ხო? გაუძლო, ხო ეს ყველაფერი მოიგერია. ხო, მეტი ამას აღარაფერი აღარ მოყვება რა. იმიტომ რომ აქ კეთება ქართული საქმე. საქართველოს ინტერესია. აქ აბსოლუტურად სოციუმში საერთოდ აქ აბსოლუტურად ხალბატონი ნინო. აქ აბსოლუტურად შეგიძლია ტრამპს პირდაპირ უთხრა. შენ თუ წითელი ხალიჩა დაუგე პუტინს და ტაში დაუკარი და შეხვდე. მეც მომეცი საშუალება რომ შევხვდე და დაველაპარაკო. არავინ ხმას არ იღებს. ყველა უფრთხილდება თავის სკამს. აი მე მასში ვარ რა ამ პროცესებში ვართ ახლა ჩვენ და ამიტომ არის ახლა დღემდე ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს და ყოველთვის ესწრება მას რომ აქ თავიანთი გავლენები არ დაკარგოს ქვეყანაში მან რატომ იმიტომ რომ საქართველოს მას სჭირდება კიდევ და კიდევ ვიმეორებ და ვამბობ ამას და ამის თველი ვიქცები ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგ თითის საკიცინოთ ეს არის მათი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ და არა ის რომ მათმა ჩვენი ქვეყანა როგორც ეკონომიკურად ისე პოლიტიკურად გააძლიეროს და საქართველოში რაღაც გარკვეული შვება ნახოს ქართულთან ხალხმა არა ამას არ გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები და დარწმუნებული იმიტომ არ გააკეთებს რომ ამ პროცესებში როგორც ადრე ცდილობდნენ ისე ჩვენს ომში ჩაბმას და გეგმა იყო ესეთი უკრაინაში სანამ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობა განახორციელებდა სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს გეგმა არსებობდა, რომ ანალოგიურად უნდა დაიწყოს საქართველოს სამხედრო ოპერაციები და ბელორუსიაში, იმიტომ მოუწყვეს ლუკაშენკოს რევოლუცია და სვეტლანა ტიხანოვსკაია პრეზიდენტად აღიარეს ადამიანმა, რომელსაც საერთოდ მინიმუმი ხმებიც მიიღო, ხო? იმას უკვე პრეზიდენტის მოწმობაც მიცეს, ხო? ამის შემდგომ და სააკაშვილის დესანტირებაც, იმიტომ მოახდინეს არაჟნის კონტეინერით საქართველოში, ამ ორ ადამიანს შემდგომ უნდა ემოქმედათ და ეწყვეთ, გაეხსნათ მეორე და მესამე ფრონტი. რის საფუძველზეც ისინი იმ გეგმის ნაწილში იყო შესული, რომ დაასუსტებდნენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფებს და შეასრულებდნენ იმ კონკრეტულ ამოცანას, რომელიც საფუძველზეც მივიდოდნენ რუსეთის საზღვრებთან. მაგრამ არ გამოვიდათ საქართველო, არ გამოვიდათ ბელორუსია და ჩარჩენ დაიწყეს ამ უკრაინაში ეთადგინას ტრიალი რა. და ეთადგინას რეალმა მოიტანა ის, რაც მოიტანა დღეს, ხო? ნახეთ ახლა. მაქსიმუმი მე გეუბნებით კიდევ, მაქსიმუმი რესურსი ჩადო ნატომ, ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ევროპამ სამხედრო კუთხით უკრაინაში, რომ მათ შედეგი დაედოთ. ამ მაქსიმუმმა, რომ იტყვი, ამ თლიანად მან ვერაფერი როლი ვერ ითამაშა. ვერცერთი მიმართულებით სადარ მოამზადეს ბრიგადები, მაშინ დიდ ბრიტანეთში მოამზადეს ძალიან თითქოს და უმაღლეს დონეზე, გერმანიაში მოამზადეს, საფრანგეთში მოამზადეს უკრაინული ბრიგადები, ხო? მათ შორის ფრინავების მოამზადეს F-16 ვერტებზე, მაგრამ ვერცერთი მიმართულებით პაცვა არაერთი მსელობისა, ვერცერთი მიმართულებით მათმა კონჩეტევითი ოპერაციები ვერ განახორციელეს და გარღვევა ფრონტის ხაზი ვერ გაარღვიეს. ერთი იყო თითქოს და კურსკში, ეს კურსკი იყო მათ მიერ დაგეგმილი უნიჭო ოპერაცია, რომელიც უნიჭო ოპერაციასაც რუსეთმა გაუკეთა აი ხაფანგში შეიტყუა. იცით რა, 4 ბრიგადა განადგურდა. 4 ბრიგადა, ეს ელიტარული ბრიგადები განადგურდა კურსკში უკრაინული ბრიგადები, რომელიც რეზერვში ყავდა უკრაინელებს ეს ბრიგადები, ხო? და კურსკში მოხდა მთლიანად უკრაინული აი ეს რომ ვიტყვი, აი საზარბაზნე ხორცად აქციეს კურსკი, ხო? რა ინტერესი იყო კურსკის მიმართულებით ამ სამხედრო ოპერაციის ჩატარება? რატომ გააკეთეს ეს? რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? აქ მე მაქვს ინფორმაცია, რომ სხვათა შორის სამხედრო ხელმძღვანელობა წინააღმდეგი იყო ამასთან დაკავშირებით, რადგან იცოდნენ მათმა, რომ კურსკი იყო მათთვის მართლაც საზარბაზნე აი საკეპი ხორცის ადგილი იყო და ასეც მოხდა, ხო? მაგრამ ზელენსკის და ამ ევროკავშირის ამ ლიბერალური ლიდერების აკვიატებით
მაინც დაადგებდეს და გააკეთეს ეს ოპერაცია. რა მოხდება, როგორ ფიქრობთ თქვენ? გათანხმდება პუტინის შეხვედრა? არა, მე გეტყვით ახლა რა მოხდება. მე ფიქრობ, არა, ბძანეთ. ახლა მე გეტყვით, სამხედრო თვალსაზრისით ამ წუთში ახლა ამ ეტაპზე ახლა სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკური კუთხით და საერთოდ თლიანად აი ამ დღევანდელი შექმნილი სურათით, ხო, რუსეთი არის უპირატესობაში. აი მე როგორც სამხედრო მეთაური ახლა ვაწარმოებ ამა თუ იმ ტიპის ოპერაციას რაღაც რომელიმე მიმართულებით, ხო? ხედავ რომ უპირატესობაში ვარ, ხო? მოწინააღმდეგე მხარეს მივდივარ, ვაკეთებ პირველი ეშელონი, მეორე ეშელონი, მესამე გავანადგურე ეს და დევნით ოპერაციებს ვაწარმოებ, ხო? ეხლა როგორ მქონია ეს შემთხვევა აფხაზეთის სხვა შორის. როგორი ეხლა სიტუაციას რომ შეიცავს, მე არ გავჩერდები, მანამ სანამ ბოლომდე არ გავა. და ბოლომდე ჩემს წინ მყოფ ძალებს არ გავანადგურებ. ეხლა იგივე პროცესია რუსეთის. ეხლა რუსეთის გაჩერება რას ნიშნავს, იცი? რუსეთის გაჩერება იმას ნიშნავს, რომ ესენი მაინც დაიწყებენ უკვე რაღაც გარკვეული ძალთა მობილიზებას, რესურსის შემზადება. აბა, ამას და ამიტომ რუსეთი მე ძალიან კარგად იცის და არავითარ შემთხვევაში მანამ სანამ ისინი არ დათანხმდებიან იმ მოთხოვნებზე, რა მოთხოვნებიც რუსეთს აქვს ამერიკის შეერთებული შტატებთან და რა უკრაინასთან, მანამ ის არ გაჩერდება. ამის საშუალება აქვს რუსეთს ლოჯისტიკურად. თუმცა ევროპამ ძალიან იწვნია რუსეთის გაზი, ასევე კი ბატონო, ამას ხმამაღლა ამბობენ ახლა. ეხლა რა ხდება? იაფი გაზი ლოჯისტიკურად აისახა თქვენი კი ბატონო. თქვენთან წამოსული თანხა. კალბატონი, ნახეთ ახლა რუსეთს ახლა ლოჯისტიკურად ძალიან იდეალურ მდგომარეობაში არის. აბსოლუტურად ამ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მას გარედან არაფერი არ შემოაქვს. აქვს ყველაფერი თავისი რაღაც ჭორი გაავცელეს თითქოს სარეცხი მანქანებიდან ჩიპებს აცლიან ამ დრონებს. ესაა ყველაფერი ტყუილი. აბსოლუტურად დღეს თქვენ ამბობთ რომ ძალიან რუსეთს შეუულია რუსეთს ამ წუთში შეუულია აწარმოოს მუდმივი ომი, შეუჩერებელი ომი. იმიტომ რომ ის აწარმოებს აბსოლუტურად თითო ყველაფერს. დაწყებული ვაზნი და დამთავრებული ტექნიკა შეერეღება. ნუ ახლა მე ბირთვულ არსენალზე აღარ მაქვს საუბარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ და რა შედეგები დადო და საერთოდ სახაერო თავდაცვის სისტემამ ევროკავშირისასთან თანაჩერი ქვეყნებს პარალიზება მოახდინა იმის. ვერც ერთმა ვერ აღიქვა ვერსად აბსოლუტურად. წარმოიდგინეთ რა დონის ბირთვული რაკეტები აქვს შექმნილი, ხო? ამის გარდა თვითონ უკრაინაში უკვე мотиваცია აღარ არსებობს იმისა, რომ უკრაინელი ჯარისკაცი დადგეს და იბრძოლოს წინახაზე. და რატომ? იმიტომ რომ იმ უკრაინელმა ჯარისკაცმა დაინახა, რომ ის დახმარება, რომელიც შემოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან არ მივიდა მანამდე, წინახაზე არ მივიდა. ის ისევ იმ ჭაობშია ჩაფლული, ისევ იმ მაქსიმკა ტყვიამფრქვევი უდგას იქ და იმით ისრვისისა, ისევ შიერი არის ეს ჯარისკაცი, ისევ არა აქვს სათადარიგო გამოსასვლელი დასაცმელი, რომელიც წინახაზიდან გამოაისწავნა და გამოიცვალოს და უნდა ისევ აღიდგინოს თავის ბრძოლის უნარიანობა და ამის გარდა დაინახეს ის რომ უკრაინაში ძალიან გამეფდა ეს კორუფცია და ეს სამხედრო დახმარება აღმოჩნდა სამხედრო იარაღი აღმოჩნდა სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების ხელში სხვა ქვეყნებში ესეც დაინახეს და ამით გადავიდნენ იძულებულები რომ ქუჩაში თოკავენ ადამიანებს ეხლა ქუჩაში გათოკილი ადამიანი ვერ იონებს აბსოლუტურად ამის გარდა ნახეთ რა ნაბიჯები გადაწყვეტს კიდევ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ და თვითონ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ზაგრან ატრიად ეგრეთ წოდებული ზაგრან ატრიადების შექმნეს ფაშისტებიდან ეს რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ ჯარისკაცი რომელიც გამოდის უკან იმიტომ რომ შეხედა რეალურად რა ძალასანა აქვს საქმე ხო იქ ან უნდა მოკვდეს და ნუ დაიხოს იმიტომ იქ წინ გადაჯგუფება რომელიმე მიმართულებით რაღაც პოზიციების დაკავება გამორიცხული არის ხო ნუ ხა ლოგიკურად ასეც არის ამიტომ ის ცდილობს რომ გაერიდოს და შესაბამისად გადაარჩიოს თავისთავად. აი როგორც კი ამ პროცესს იწყებს ჯარისკაცი, უკრაინა ჯარისკაცი ხო და ის დაქირეებული ხო, უკან დგას ის ფაშისტური ზაგრან ატრიადი, რომელიც მას პირდაპირ ზურგში ესრულა და კლავს იქვე, კლავს. ეს უკვე საკმაოდ გავცელი და ამის გარდა გადაიყვანეს ეს ომში დაღუპული ჯარისკაცების მთლიანად მთელი 70% უგზო-უკლოდ დაკარგულთა იმაში მონაცემებში. იქვე პირდაპირ ადგილზე მას ასაფლავებენ ტრაქტორებით და გადაიყვანეს, იმიტომ რომ თუ კი ის ჯარისკაცი დაიღუპება და დაუბრუნდება ოჯახს, სახელმწიფოს კი სერზიას ყველაფერი და სახელმწიფო უხდის კომპენსაციას. ამ შემთხვევაში ის თანხები, რომელიც ჩაიდოს ზელენსკი და მის მაგარემოსთან ჯიბეში, ხო, უკვე უგზო-უკლოდ დაკარგულებში რომ გადაყავთ, არავითარ შემთხვევაში სახელმწიფოს უკვე რა ვიცი, ჯერ იქნებ ცოცხალი, იქნებ რუსების მხარეს გადავიდა, ხო? და ჯერობით სახელმწიფო მას არავითარ კომპენსაციებს არ უხდის. ამიტომ ესეც გამოიყენა. აკეთებენ კიდევ რას იცი? აკეთებენ სპეციალური სამედიცინო ავტომობილები არის, როგორც კი ჯარისკაცი დაიჭრება უკრაინელი ჯარისკაცი წინახაზე და ის დაჭრილი ჯარისკაცი სადღაც 200 მეტრში დგას ეს ავტომობილი, იქვე დგას სპეციალური ჯგუფი, აცლიან ჯამთელ ორგანოს
და კონტეინერში, სპეციალურ კონტეინერში ათავსებენ და გაქანებულ ორგანოების ვაჭრობაში არის ჩართულები. მთელი ეს რეალურად ეს არის, ეს ხდება დღეს უკრაინაში და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა აქ გამარჯვებაზე, წარმატებაზე არის საუბარი? გამორიცხული არის და მეცაც გეტყვით, ეხლავე ერთსაც ვიტყვი და მე შეხვედრასთან დაკავშირებით გეტყვით. მეცაც გეტყვით. ზელენსკის 2 წლის წინ აქვს განცხადება გაკეთებული. როდესაც უკრაინა რუსეთის ომი დამთავრდებაო, უკრაინა აღარ იქნებაო, აქ იქნება დიდი ისრაელიო. არ ვიცი მოსმენილი რა. კი, როგორ არა. და ეხლა ამას რომ მოისმენს უკრაინელი ჯარისკაცი. რომ აქ იქნება დიდი ისრაელი, უკრაინა აღარ იქნება, პრეზიდენტი რო აცხადებს ამას, რა თქმა უნდა, მას მოტივი, აი ბატონმა ტრისტანმა რაც ბრძანა, იმიტომაც აღარ აქვს მოტივი და ამიტომაც აღარ აქვს მოტივი, რომ თვითონ პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი არის მოღალატე. უკრაინელი ერის მოღალატე. ქართველთ მოძულე რო არის, ეს გასაგებია. ძულს საქართველოს, მაგრამ რაც თავარია, ვისი პრეზიდენტიც არის, ის ერი ძულს, იმ ერის მოწინააღმდეგეა, იმ ერის მძარცველია და მთელი გარემოცვა ყავს კორუფციაში გარეული. მთელი გარემოცვა. ეხლა მოეგო გონს და ელჩი დანიშნა საქართველოში, ანუ დიპლომატიური დემარში. რა შეჭდება ეს ელჩი? როცა მტრულად არის განწყობილი ქვეყანა. არა, დიპლომატიურ დემარში შეწყვიტა. ელჩი გასაგებია ეხლა დანიშნა ქვეყნის ხელმძღვანელი, ქვეყნის პირველი პირი, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ შენ უნდა ჩაერთო ჩემთან ბრძოლაში, ხო? და ჩვენ ვიცით რა ხდება უკრაინაში და რა მდგომარეობა არის და რომელიც ცდილობს, რომ შენ ქვეყანაში იგივე მდგომარეობა შეიქმნას, ხო? და ამავდროულად ის კიდევ პოლიტიკურათაც ეს არ არის ჩვენ ხო? ეს არ არის ჩვენი კეთილმოსურნე არ არის. მან 2 დღეზე არ არის საქმე. მან თქვენს რომ 2 დღეში კი დამარცხდებით, მაგრამ ტყეში გადითო. გესმით რა უნდათ, გესმით რა უნდათ. ტყეში გავიდეთ და მაწანწალებად ვიქცეთ იქ და მე მოგამარაგებთო, იარაღითო. დაიხოცებითო რა. ხო, ფქვილს მოგაწვდითო, რაღაცას მოგაწვდითო, ტყეში, ტყე უნდა. როგორც 2008 წელს წყალი და პამპრიცები რა. ჩვენ უკვე ლაპარაკი გვაქვს იმაზე, რომ ბათუმში ხელოვნური კონძული შენდება, ხელოვნური კუნძული და ბათუმში პატარა ჩიკაგო თუ სან-ფრანცისკო შენდება და თბილისშიც ეხლა მართალია ფაბრიკები და ქარხნები არ მუშაობენ, რაზეც ჩვენ ყოველთვის აპელირებას ვაკეთებთ, რომ თუ შენ ამერიკელო ხარ ჩემი მოკავშირე და მამადლი რომ 6 მილიარდი დაგახარჯეო, თქვი რაში დახარჯე? NGO-ების დასაფინანსებლად დახარჯე 6 მილიარდი თუ ფაბრიკა გამიხსენი, ქარხანა გამიხსენი. ნახეთ რა თქვა JD Vance-მა ერევანში ამას წინათ. უზარმაზარ ქარხანას უშენებენ სომხებს, სადაც უნდა დასაქმდეს ნახევარი სომხეთი. რატო აქ არ აშენებენ? რატო იქ აშენებენ? აი თუ შენ მეგობარი ხარ, თუ შენ სტრატეგიული პარტნიორი ხარ, აშენე ქარხანა, აშენე ფაბრიკა და ის 1,200,000 ქართველი, რომელიც წასული აქედან დაბრუნდება, მოაყალიბა და მე ნიკიტამ სრულიად უკანონოდ ასევე გადასცა ყირიმი სრულიად უკანონოდ. დამთავრდება ომი, მე ეს არა, ომი დამთავრდება, აბა. არა, ძალიან ცუდად. ომი დამთავრდება, ქალბატონო ნინო და ეხლა ბატონმა სოსო ბევრი ტერიტორიების დანახვა. ბატონმა სოსომ ახსენა, რომ იქ კონკრეტს აქვს პრეტენზიები დგას. ხომ ამაში ხომ თავდები. ის უნდა დაუკანონოთ, კი. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები დგას, ცხინვალშიც, აფხაზეთშიც. ოღონდ იქ სადაც დგანან, აქეთ არა, იქ sadაც დგანან, დაუკანონოთ. გვეუთხრათ რომ კი ბატონო, ესენი იდგნენ აქ, გაფორმდეს რაღაც ხელშეკრულება. რომ მას ჭირდება რისთვის? ჭირდება მისი უსაფრთხოებისთვის, ჭირდება იმ მიმართულებით, რომელმაც თავის დროზე ის კარგად აკონტროლებს. ანუ მოსახლეობის ნაწილი საქართველოს. არა, მოსახლეობის ნაწილთან მუშაობა. მაშინ დაიკარგება. მაშინ დაიკარგება და სხვაგორად დავკარგავთ აფხაზეთ ჩვენ. სამანშაბლოს დავკარგავთ და უკვე გავიდა 33 წელიწადი გავიდა. ხო, ახალი თაობა მოდის იქ. ძველი თაობა წავიდა უკვე. ახალი თაობა მოდის, რომელმაც არ იცის რა არის. იქაურმა არ იცის ვინ არის ქართველი, აქაურმა არ იცის ვინ არის აფხაზი და რა ისტორიული ისა კონკრეტული. არა, როგორ არის იცით?
მაინც დგას ის. დგას ის იქნება. ვერ დაძრავ იქიდან, ვერ დაძრავ ადგილიდან. იქ სამშვიდობო კონტინენტს კი არა საუბარი იქ. სამშვიდობო კონტინენტი აღარ აღარ არის. აღარ არის. იქ არის ჩვეულებრივი სამხედრო ქვედანაყოფები, ამავდროულად ესე იგი აღჭურვა როგორც ცხინვალის მიმართულება, ასევე ოჩამჩერის მიმართულება საჰაერო დატოტვის სისტემებით, S-400-ებით, საიდანაც ის აკონტროლებს არათუ მარტო საქართველოს საჰაერო სივრცეს, არამედ სასომხეთის და აზერბაიჯანისაც. ეს არის ამ რეალობაში ვართ ჩვენ. ხო და რაღაცნაირად ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ ისე ქართველი ხალხი, ქართველი კაცი ყოველთვის პოლიტიკურად იყო და ყოველთვის იყო გამჭრიახე, სადაგვემართა, რატომ მოხდა დეგრადირება ასე ჩვენი არის, რაშია საქმე, რატომ ასე წინ გავუხედავად მოქმედოთ დღეს ჩვენ და ამიტომ ჩემ ოჯახში, მე რო ოჯახის უფროსი ვარ, მე ვიცი ჩემ ცოლშიც რა ჭირდება. ისე დიდი ოჯახია საქართველო, ხო? და ისე უნდა გააკეთოს და გადადგა ნაბიჯები და დამაჭრუნეთ იმაში, რომ ჩვენ უკვე ნაბიჯ მივაღწევთ და გავაკეთეთ იმას, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება რა. აუცილებლად. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა თქვენ. პოლიტიკური კოდის სტუმრები იყვნენ ბატონი სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსის ლიდერი და ბატონი ტრისტან წითელაშვილი, გენერალ-მაიორი და სამხედრო ექსპერტი მომავალ შეხვედრამდე. ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება.